ღამე მშვიდობისა მეგობრებო, ძალიან გვიან მწერდა, ამიტომ ღამე მშვიდობისა. 7 ღამეს გისურვებთ ყველას. იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. მოკლედ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემს კომენტარებში, ვინც აქტიურობთ, მათ ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი გვერდი, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ასევე ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი გვერდი და უფრო მეტად რეზონირდება თქვენზე ჩემი გაშლები, რადგან მოხდება ეს გაცვლა ენერგიების და ვინც არ მიცნობთ, გეტყვით, რომ მე ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი ნინო, მეტაფორული ბარათების კონსულტანტი, ამ ბარათების და ტაროლოგი. დღევანდელი გაშლა მინდა დავიწყო ზუსტად აი ამ მეტაფორულ ასოციაციური ბარათებით. ვინც მიყურებთ ხშირად იცით და იცნობთ ამ ბარათებს, ვინც არ იცნობთ, გეტყვით 1-2 სიტყვით, რასაც ემსახურება ეს ბარათები. ეს არის ადამიანის ქვეცნობიერზე მომუშავე ბარათები, არანაირი კავშირი არ აქვს ტაროსთან, რადგან ამ ბარათებს ყველა ადამიანი თავისებურად აღიქვამს. არ აქვს ტაროს მსგავსად განმარტებები, ასე ვთქვათ. ხო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბარათებით ძალიან კარგად ვმუშაობთ იმ პრობლემურ სიტუაციებზე, როდესაც ადამიანებს აქვთ ერთმანეთის მიმართ მიჯეჭვულობა, ერთ ადამიანს უბრალოდ აქვს მეორის მიმართ მიჯეჭვულობა და აი ამ ყველაფრის ჩახსნაზე ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან კარგად ვიყენებთ მე პირადად მეტაფორულ ბარათებს და არსებობს კიდევ სპეციალური ასეთი ტექნიკები აი ამ ბარათებით, როდესაც ადამიანი მოდის ჩემთან აი ესეთი პრობლემით იტანჯება, ვერ წყვეტს ამ თავის პარტნიორზე ფიქრს, არა და ერთად აღარ არიან, იცის რომ არ უნდა იყვნენ ერთად, მაგრამ ის მაინც ესე გამუდმებით ფიქრობს თავის ყოფილ პარტნიორზე, იცის რომ ტოქსიკური არაჯანსაღი იყო მასთან ურთიერთობა და თვითონ ის პიროვნება, მაგრამ ვერ წყვეტს მაინც მასზე ფიქრს. აი ეს არის მიჯეჭვულობა, ემოციური, სექსუალური მიჯეჭვულობა პარტნიორზე და აი ამ ბარათების დახმარებით ძალიან კარგად შედეგიანად ვაღწევთ მიზანს. ასე რომ ვინც ხართ ამ სიტუაციაში, შეგიძლიათ მომმართოთ და გამოიკეთოთ და გამოიჯანსაღოთ საკუთარი თავები. კარგი, დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ჩართვა და მაინც მინდა რომ მეტაფორული ბარათებით დავიწყოთ. ამოვიგებ ისე ემოციების დასტას. ამით დიდი არაფერი არ მიმდინარეობს, მეგობრებო, ხა არანაირი ესეთი რაღაც დიდი ტექნიკა არ არის, თვითონ გაცრავად მომიწია გაწყვეტა. ხო, დიდი ისეთი რაღაც საოცარი ტექნიკების ჩატარება არ შემიძლია, რა თქმა უნდა, ახლა ასე ონლაინ რეჟიმში, უпроსტად ვიდეოში ესე ჩაწერით, რა თქმა უნდა, ესე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რაც შეიძლება, რომ თქვენ რაღაცნაირად გაგაცნოთ ეს მეტაფორულ ასოციაციური ბარათები, არის ის, რომ ვიღებ ხოლმე მინიშნებების ბარათებიდან ან ემოციების დასტიდან რამოდენიმე ბარათს და თქვენ თუ ემოციების დასტა არის, ამოიცნობთ თქვენს ემოციას და რაღაცნაირად დაგაფიქრებთ, რომ აი შეიძლება იმ წუთას თითქოს იმდენად ვერ აღიქვავთ ამ ემოციას, მაგრამ აი ამ ბარათს რომ შეხედავთ, უფრო მეტად გაიაზრებთ თქვენს ემოციას. ასევე მინიშნებების ბარათიდან, რომ ვიღებ ხოლმე მინიშნებების სამ ბარათს, მოკლედ, იქიდანაც შეგიძლიათ რაღაც თქვენს პრობლემურ საკითხზე რაიმე მინიშნება აღმოაჩინოთ და აი ამას ვცდილობ, რომ აი რაღაცა ესეთი სახით გაგაცნოთ ეს ბარათები. თუმცა, რა თქმა უნდა, მარტო ეს არ არის და როდესაც ამ ბარათებით ვმუშაობ, თავისი ტექნიკები აქვს
რა თქმა უნდა, მეტაფორულ ბარათებსაც და იმ ტექნიკებს ვიყენებთ, რაც წეღან აღვნიშნე, მაგალითად, აი იმ საკითხზეც, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრ საკითხზე. კი ბატონო, ეხლა დღეს ამოვიგებ ემოციების დასტიდან და ვინ ამოიცნობს საკუთარ თავს ამ ბარათებში. დამიწერეთ აუცილებლად კომენტარებში. სხვათა შორის ვიღაცას ეწერა ამას წინათ რომ ესო რაღაც ძალიან დიდი შესავალი გაქვთო და თუ ისა ტაროს გაშლა არისო ბარემ გაშლა დაიწყეთო, მაგრამ მეგობრებო, ჩემი არხი არ არის მხოლოდ ტაროს გაშლებზე, არ ემსახურება მხოლოდ ტაროს გაშლას, მოგეხსენებათ წეღანაც აღვნიშნე, რომ ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი და ვცდილობ, რომ ამ ხრივაც წავიყვანო ამ არხის განვითარება, მაგრამ თუ არ მოგწონთ ხოლმე ამ ყველაფრის და ამ შესავლის მოსმენა, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ან საერთოდ არ უსმინოთ, ვისაც გაწუხებთ ჩემი მოსმენა და მხოლოდ რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა გნებავთ. და ასევე აღვნიშნავ, რომ ეს არხი არ არის სამკითხაო არხი. ეს არის უფრო ფსიქოლოგიური მიდგომით, ტაროს გამოყენებით, მეტაფორული ბარათების გამოყენებით ჩატარებული ონლაინ სესიები, ხო, ესე შეიძლება დავარქვა. კარგით, ამოვიღებ სამ ბარათს, უკვე გავააქტიურე ემოციების ბარათები და ნახოთ რა ამოვარა ემოციები. აჰა, პირველი არის ასეთი, მეგობრებო, დააკვირდით აბა თუ ამოიცნობთ თქვენს თავს, თქვენს ემოციას, აი ახლა შეიძლება ამ წუთას არ ხართ ესეთ ემოციაში, მაგრამ რაღაცა შინაგანად ესე ჩაკეტილი გაქვთ კონკრეტულად ესეთი ემოცია და ამოგიტივტივდეთ აი ამ ბარათის დანახვის შემდეგ. აბა კარგად დააკვირდით. მეორე თემატურია, ნამდვილად ზაფხული, რაღაც ჩემთვის დადებითი ბარათია, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად აღიქვას, ვიღაცა სხვა ემოციები გაუჩნდეს, ასე რომ დააკვირდით აბა კარგად. რას ხედავთ ბარათზე კი არა, რა ემოციას გრძნობთ, როდესაც ბარათს უყურებთ. და მესამე ეს ცოტა ესეთი. აბა აი ესე. კიდე ახლოსად გაჩვენებთ ამ მესამეს. კარგად დააკვირდით და დამიწერეთ კომენტარებში, თუ ამაც არის თქვენი თავი, რა ემოცია გამოიწვია, ან მარტო ის ზოგიერთი მიწერს ხოლმე, რომ აი მეორე ბარათი, პირველი ბარათი ესე არა, მეგობრებო, ანუ მე უფრო მაინტერესებს, რომ რა ემოცია გამოიწვია თქვენში და აი რამდენად ახლოს მოვიდა ეს ბარათი და უпроსტად რომელი ბარათი მოვიდა თქვენს ემოციებთან ახლოს. აი ეს მაინტერესებს. გამიხარდება თუ დამიწერთ და იაქტიურებთ კომენტარებში. კარგი, ამებს ავიღებ, რომ არ შეგვიშალოს. და გადავიდეთ ტაროზე. თავარი. მაინც ყველა ველოდებით ტაროს გაშლას. მაგრამ მეგობრებო, სანამ ავჩეხავ, გეტყვით, რომ ამასთანაც გავაჟღერე ესეთი რამ, მაგრამ ზოგი იცით როგორია, ზოგიერთი ადამიანი რომ აი თავის უბედურებაში ესე ძაფრად რო ვთქვა, უფრო ადანაშაულებს ყოველთვის სხვას, აი სხვამ გამიკეთა, სხვა არის დამნაშავე, მე არაფერი დამიშავებია და რაღაც ესეთი ადამიანები მუდმივად არიან მსხვერპლის როლში, თავისთავად ესე რო ფიქრობს ადამიანი, რომ სხვამ დაუშავა ყოველთვის და თვითონ არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ დაუშავებია,
რეალურად რომ დავფიქრდეთ, შეიძლება არც არაფერი დაუშავებია ამ ადამიანს და უსამართლოდ მოექცა ვიღაცა. ძალიან ხშირია ხო, რა თქმა უნდა, ესეთი შემთხვევა, მაგრამ უმეტესწილად ხდება ხოლმე ისე, რომ აი ესეთ ადამიანებს, ვინც ცუდად გვექცევიან, უმეტესად ჩვენი ნების მიუხედავად, ანუ ვაძლევთ, ჩვენ თვითონ ვაძლევთ რაღაცნაირად ამის უფლებას. ზოგი იმით, რომ უფრო მეტად ვენდობით ადამიანებს, ვიდრე იმსახურებენ. ზოგი იმით, რომ ყოფილა ესეთი მომენტებიც, რომ შეიძლება აი ხვდები, რომ ეს ადამიანი მთლად კარგიც არ არის სანდო, კარგს არაფერს მოგიტანს მასთან ურთიერთობა, მაგრამ აი შენ იმდენად რაღაცნაირად უფრო ძირითადად ესე პირად ურთიერთობებში ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები. შენ იმდენად შეპყრობილი ხარ იმ ადამიანით და იმდენად გინდა მასთან ურთიერთობა, რომ აი ყველაფერს გააკეთებ ამისთვის და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვრჩებით გულნატკენები, იმედგაცრუებულები. და ამ შემთხვევაში ვინ არის დამნაშავე, ხო? რა თქმა უნდა, მარტო ის ადამიანი არა. რა თქმა უნდა, ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ მივეცით ამ ყველაფრის უფლება. ამიტომ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, მეგობრებო, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავებზე. პირველ რიგში ჩვენს თავებს უნდა ვუშველოთ, სხვას ვერ გამოვასწორებთ. აი ძალიან ახლა მილიონში ერთი ადამიანი, რომ ვიღაცა გამოასწორა. მეთანხმებით ხო ალბათ. ადამიანს თუ თვითონ არ უნდა გამოსწორება რაღაცის ან თავის ხასიათში ქცევაში, ან ყველაფერს საერთოდ, ვერავინ ვერ გამოასწრებს და ისე ვერავინ იმოქმედებს როგორც საკუთარი თავი, ხო? ასევე ჩვენც, რომ პირველი ადგილი ყოველთვის უნდა ეკავოს საკუთარ თავს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ თვითონ არ მივცეთ სხვას იმის საშუალება, რომ ცუდად მოგვექცნენ. და ამის ძალა უნდა გქონდეს, შინაგანი ძალა. შეიძლება ადამიანი გვიყვარდეს, გვინდოდეს მასთან ყოფნა, მაგრამ აი, როდესაც გონება ირთვება, ხვდები, რომ ის ადამიანი შენთვის კარგი არ არის, კარგს არ მოგიტანს. ის ადამიანი შენ ვერ გაბედნიერებს. შენ შეიძლება გიყვარს, მაგრამ ის ვერ გაბედნიერებს. ანუ ძალიან ცოტა მტკივნეული საკითხია ეს, მაგრამ არ ეხება მარტო პირად ურთიერთობებს. ეს შეიძლება იყოს მშობელს და შვილს შორის ურთიერთობაც, სხვათა შორის, მეგობრებს შორის ურთიერთობაც. არ არის მაინც და მაინც რაღაც პირად ურთიერთობებზე, ქალის და კაცის ურთიერთობებზე უბრალოდ საუბარი, ხო? ზოგადად ვამბობ. და მაგდას რო ხვდები, რომ ის ვერ გაგაბედნიერებს, შენ იმას კი არ უნდა ელოდე, რომ აი ის როდის შეიცვლება, ან მე შევცვლი ამას, ეგეთებზე კი არ უნდა იფიქრო. შენ უნდა იფიქრო საკუთარ თავზე ამ დროს, რომ შენ ისეთ დონეზე არ მიგიყვანოს ადამიანმა, რომ აქეთ შეგცვალოს უარესობისკენ. კარგი, მოკლედ, ბევრს აღარ ვისაუბრებ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯობია ვიღაცების შეცვლის ლოდინს, ვიღაცების ლოდინს, როდის დაბრუნდება, როდის შეცვლის თქვენთან ურთიერთობის სტილს, როდის მოგექცევათ კარგად, შეცვალოთ თქვენი ქმედებები, თქვენი აზროვნება, თქვენი თავები და იზრუნოთ აი ამ ყველაფერზე. შინაგანად შეცვალოთ, თუნდაც გარეგნულადაც, ანუ ეგეც ძალიან კარგია, მაგრამ თავარი არის, მე ვფიქრობ, რომ შინაგანი ცვლილებები მოხდეს ადამიანში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება გარეგნობაზეც. დავიწყოთ ახლა ჩვენი გაშლა და ზუსტად ამ ცვლილებებზე მინდა გავშალო, რა იცვლება სულ მალე თქვენს ცხოვრებაში. და მოდი დავყოთ სამ ნაწილად. პირად ურთიერთობებში, სამი არა, ორი იყოს, პირად ურთიერთობებში და კარიერაში. რა იცვლება? რაღაცა ახალი ამბავი მოიჩქარის, მეგობრებო, სასიამოვნო ახალი ამბავი. და მოდი ვნახოთ,
რა იცვლება თქვენს პირად ურთიერთობებში სულ მალე, ესე თქვათ და რა იცვლება თქვენს კარიერაში სულ მალე. ან იმ საქმიანობაში, რასაც საქმიანობთ. ზოგადად, ხო, რითიც ხართ დაკავებული, რა იცვლება. კარგი, მოდი აბა ნახოთ. დავიწყოთ პირადი ურთიერთობით, გადმოვიდოთ ასე. ოჰო. საინტერესოა. ვიტყოდი იმას ჯერ, რომ ზუსტად ის არკანი ტუზი ამოვიდა. ხმლების ტუზი და რომ ვიკითხეთ რომ რა იცვლება, ზუსტადაც რომ ბევრი რამე იცვლება და ვიტყოდი იმას რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს ძალიან ღრმა, ბევრი ფიქრი, ძალიან ბევრს ფიქრობთ ორივე პარტნიორი ამ ყველაფერზე. თქვენს ურთიერთობა ძალიან ღრმა გაანალიზება ხდება ამ ურთიერთობის. აი ეს რო გამოსულიყო რაღაც ფინანსებში ხო ვიტყოდი რომ რაღაცა მათემატიკურ გამოთვლებს ატარებთ თქო, მაგრამ აი ურთიერთობებზე ხდება აი უზომოდ ღრმა გაანალიზება აი ამ თქვენ შორის ურთიერთობის, რაც ახლა ხდება თქვენ შორის, რა მოგვიყვეთ. და რაღაც ახალი დასაწყისი იქ არის ჩანს ნამდვილად ამ ყველაფრის ფონზე. ოღონდ ახლა არ ვიცი ეს ახალი დასაწყისი რა იქნება, ხო? მოდი აბა ვნახოთ. რა იცვლება თქვენს პირად ურთიერთობებში ძალიან მალე. რა იცვლება თქვენს პირად ურთიერთობებში ძალიან მალე. საინტერესოა. მეგობრებო, მართლაც იმდენი ბევრს არ ამოვიღებ. ჯერ აი საერთოდ ზოგადი ფონი კიდევ რა არის გეტყვით. ვიტყოდი ასე, რომ თქვენ, აი რაც წეგან ვისაუბრე, რომ აი ამ მიჯეჭვულობაზე, ხო, რაღაც ვინც იყავით წასული იყო პარტნიორი დაუშვათ, ან თქვენ წახვედით მისგან და რაღაცა მაინც მოლოდინის რეჟიმი გქონდათ და გქონდათ აი ეს საშინელი, ეშმაკისეული მიჯეჭვულობა ამ ყველაფერზე და მუდმივი ფიქრები და აი ეს ემოციური მიჯაჭვულობა ვიღაცას სექსუალური და ასე შემდეგ. თქვენ იმდენი იმუშავეთ აი ამ თქვენს მიჯაჭვულობაზე, მეგობრებო, რომ აი ახლა ზუსტად აი ამ ნაყოფს ელით თითქოს, აი ამ თქვენი მუშაობის შედეგს ელით. და ეს შედეგი არის გამარჯვება. ან ზუსტად ეს ინსაიტი მომდის ახლა, რომ საკუთარ თავზე გამარჯვება, მეგობრებო. აი საოცარი ისეთი შეგრძნება დამეუფლა ახლა, აი როგორ იცი, მართლაც გამარჯვებულის, აი რაღაცა ფინალში რო ხართ გასული, თქვენ იმდენი შეძელით, რომ თქვენს მიჯაჭვულობაზე გაიმარჯვეთ. ძალიან მაგარი შეგრძნება და აი ამ მდგომარეობაში რომ იყავით, იმხელა სულიერი ზრდა გამოიწვია ამ ყველაფერმა, აი ამ თქვენ მარტოობამ, რაშიც დაგტოვოთ ადამიანმა, ან თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ესე რომ დაგეტოვებინათ ეს პიროვნება, მარტოობაში მყოფმა ისე გაიზარდეთ სულიერად, ვიღაცები მედიტირებდით, ლოცულობდით, აი სულიერებასთან ძალიან ახლოს მიხვედით. და აი ეხლა გრძნობთ რაღაცა ფინალს თითქოს, აი ამ შედეგს გრძნობთ რა, აი ამ ყველაფრის, რომ გამარჯვებულად გრძნობთ თავს. ძალიან მაგარია. აი ეს სიახლე შემოდის ახლო მომავალში თქვენს პირად ურთიერთობებს რაც ეხება, ანუ აი ამ სიტუაციაში ვინც ხართ, რომ გქონდათ ესეთი მიჯაჭვულობა,
შემოდის ზუსტად აი ეს გამარჯვების და შინაგანი სიმშვიდის სულიერი ზრდის შეგრძნება. და ზუსტად აი ტუზმა ხმლებმაც ეს მარჩენა, რომ შეიძლება კიდევაც გეფიქრებათ ამ მასთან ურთიერთობაზე, ამ ადამიანზე, მაგრამ თქვენ უკვე გონებით ფიქრობთ. აი ანალიზს უკეთებთ ამ ურთიერთობას, ძალიან ღრმა ანალიზს უკვე, აი თითქოს რაღაცა სიღრმეში წუდებით და ზედაპირულად აღარ უყურებთ. შეიძლება ადრე არ უღრმავდებოდით დიდად ამ ურთიერთობას და ამიტომაც რაღაცა მთლად სახარბიელო შედეგი ვერ მიიღეთ და ახლა უკვე კი ვერ ვიტყვი რომ არ ფიქრობთ, აანალიზებთ ამ ურთიერთობას, გონებით უკვე და ძალიან მაგარია. აი ეს სიტუაციები შემოდის ახლო მომავალში თქვენს პირად ურთიერთობაში. კარგი, კიდევ რა შემოდის თქვენს პირადში სასიხარულო აი ამ ახლო მომავალში. რა შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში სასიხარულო ახლო მომავალში. ხო, ვიტყოდი იმას, რომ რაღაცა ერთი ციკლი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში. და ასევე ვიტყვი იმას, რომ თქვენ ძალიან მალე გექნებათ არჩევანი გასაკეთებელი. და ეს არჩევანი რას ეხება ახლა? ეს არჩევანი ეხება, მეგობრებო, ძველს და რაღაც ახალ სტაბილურობას შორის. ძალიან საინტერესოა. არჩევანი გექნებათ გასაკეთებელი ძველ წარსულსა და აი ახლანდელ ან ახალ ეხლა რო შემოვა ვიღაცა თქვენ ცხოვრებაში იმ მასთან სტაბილურობას შორის. ვიტყვი იმას, რომ ვიღაცა მოდის თქვენთან, მეგობრებო, რაღაცა ახალი გაცნობა მოხდება შეიძლება. ეს შეიძლება იყოს რაღაცა წერილით, რაღაცა შეიძლება ახალი ამბავი მიიღოთ წერილით, რაღაცის ახალი დასაწყისი. ეს ვერ ვიტყვი რომ ვინმე ძველია. ვიღაცებთან, ანუ ორ ვარიანტს ვიტყვი. ვიღაცებთან შეიძლება გამოჩნდეს ძველი პიროვნება, აი რაღაც წერილი მოგწეროთ და შემოთავაზება იყოს ახალი ურთიერთობის, მაგრამ ეს პიროვნება დიდად სტაბილურობა თუ ძველი პიროვნება ბრუნდება დიდად სტაბილურობით ნაკლებად, აი უბრალოდ რაღაცა რომანტიკით და ისევ ზედაპირულად, ესე ვიტყოდი. და მეორე ვარიანტი არის ის, რომ თქვენ გახდებით გექნებათ არჩევანი ძველსა და ახალს შორის. ეს ძველი რომ გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში მოდის აი ამ პერიოდში ახალი პიროვნებაც, რომელიც გრძნობთ რომ რაღაცა სტაბილურობას გთავაზობთ და ზუსტად აი ამ ორ შორის გექნებათ არჩევანი გასაკეთებელი. მაგრამ მთლიანობაში რაღაცა ახალი იწყება თქვენს ცხოვრებაში, ახალი ნაბიჯების გადადგმა და ასევე ვიტყოდი იმას, რომ თქვენ თუ ადრე ძალიან ბევრს გასცემდით თქვენი პარტნიორის მიმართ, აი ახლა პირიქით ზუსტად აი ამ ზევით რაც ვისაუბრე, იქიდან გამომდინარე, რომ სულიერად ძალიან გაიზარდეთ, ცდილობთ, რომ რაღაცა დააბალანსოთ, აი ეს ბალანსი გქონდეთ და იმაზე მეტი არ გასცეთ, ვიდრე იღებთ. აი ესეთი რაღაცა შემოდის კიდევ. ხო. კიდევ რა? კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, რა შემოდის სიახლე. თქვენს პირადში, ახლო მომავალში და
ამას მოვჩები. რა სიახლე შემოდის დადებითი თქვენს პირადში ახლო მომავალში? ძალიან მალე, მეგობრებო, ეს როგორ ხდება? თქვენს სივრცეში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მალე გადავა აქტიურობაზე, მეგობრებო. და გამოვა აი ასეთი მდგომარეობიდან, როდესაც იყო გაჩერებული, თითქოს რაღაცა დინებას მიყვებოდა ადამიანი და აი გამოდის სასწრაფოდ, გამოდის აი ამ მდგომარეობიდან და გადადის მოქმედებებზე. აი თან როგორ მოქმედებებზე იცით, მეგობრებო, აი რაღაცა იგრძნობთ, რომ სწრაფ მოქმედებებზე და იგრძნობთ, რომ ეს პიროვნება რაღაცებს, აი რაღაც დაბრკოლებებს გადალახავს. იმისთვის, რომ შედეგი მიიღოს. აი იცის თითქოს ხვდება, რომ ესე იოლად ვეღარ მიიღებთ ამ პიროვნებას და მომზადებულია თითქოს ამისთვის, რომ უნდა იშრომოს, კი არა და იმოქმედოს უფრო, რომ გადალახოს დაბრკოლებები და აი ამ დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ ისა გრძნობს თვითონ, რომ და დარწმუნებულია, რომ შედეგს მიიღებს ნამდვილად. აი ესეთი პიროვნება შემოდის ძალიან მალე თქვენს სივრცეში. ვიღაცასთან შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ იცნობდით ამ ადამიანს, ანუ ორივეზე რეზონირდება რა. შეიძლება იცნობდით ამ პიროვნებას და უბრალოდ არაფერს არ აკეთებდა თქვენთან ურთიერთობისთვის და აი ესე დინებას მიყვებოდა და რაღაცა ერთ ადგილზე იყავით გაჩერებული და არ გადაყავდა შემდეგ ეტაპზე და ვიღაცა შეიძლება იყოს აი ყურეთ რაღაცნაირი ფარულად შეყვარებული თქვენზე ეს პიროვნება და გადაწყვეტს რომ გამოჩნდეს და გადავიდეს რაღაცა ნაბიჯებზე. მშვენიერი. დავასრულოთ ეს ვარიანტი და გადავიდეთ კარიერაზე. მაშინ რა სიახლე შემოდის ახლო მომავალში თქვენს კარიერაში? ოჰო, ორივე ტულზი რო ამოვიდა, ძალიან მომწონს. ხო, აქ რა შეიძლება რომ ვთქვა? კარგი სმეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ნამდვილად კარიერაზე რომ ამოდის აი ესეთი პენტაკლების ტულზი, მეგობრებო, აი ძალიან დიდი გამარჯვება, წარმატება, ღვთის საჩუქარი გელოდებათ, ასე ვთქვათ. ვიღაცა შეიძლება დაწინაურდეს, რაღაც უფრო მაღალ ლეველზე გადაიყვანონ. ვიღაცას შეიძლება ხელფასი მოუმატონ და უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი იყოთ ამ ყველაფრით. ვიღაცამ ის სამსახური იშოვოთ და განავითაროთ ის საქმე, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით და რაც მოგიტანთ აი უზომოდ დიდ შემოსავლებს ამ ხრივაც ძალიან ისეთია ეს პენტაკლების ტულზი, შემოსავლებსაც ძალიან ბევრს მიიღებთ ვიღაცები. კაი. ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ თუ ვინმეს გაქვთ ბიზნესი და ბევრს აკეთებდით და ბევრს შრომობდით, მაგრამ თითქოს ნაყოფი არ ჩანდა, ვიღაცებს შეიძლება ახალი დაწყებული გაქვთ რაღაც, აი ახლო მომავალში ზუსტად აი ამ შედეგს მიიღებთ, მეგობრებო. აი თითქოს რაღაცა უყურეთ როგორი ისინი აქ ამ დასტაზე ფესვები თითქოს მიწიდან ამოიღეთ რაღაცა თქვენი დათესილი, ხო? რაღაცა ისეთი მესე აღვიქვავ ამ ბარათს და უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი იქნებით თქვენი შედეგით. კაი. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ახლო მომავალში?
ხო, აქ ცოტა ისეთი საკითხია ახლა, ვიღაცებს გეხებათ ეს, თუ ხართ ისეთ სიტუაციაში, მეგობრებო, აი ესე მოლოდინის რეჟიმში, ფიქრებში, რაღაცას ელოდებით და თქვენთვის ეს ყველაფერი დაფარულია, გაურკვეველია, რაღაც აი სასამართლო საბუთებთან დაკავშირებულ საქმეებს ელოდებით, ხო, მეგობრებო? და საკმაოდ ღელავთ ამ ყველაფერზე, ემოციები თითქოს გაწვევათ და ძალიან განიცდით ამ ყველაფერს, აი ამ მოლოდინის რეჟიმში ყოფნას. და ეს, როგორც წინ აღნიშნე, ეხება აი სასამართლოსთან კავშირს, ვიღაცებს შეიძლება სამართალდამცავებთან კონდეს რაიმე პრობლემები, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები, აი ესეთ რეჟიმში ხართ ამ წუთას და ძალიან მოწყენილი და გაურკვეველ სიტუაციაში. ეს ყველაფერი ვიტყოდი, რომ ნულდება. აი ესე და რა მოდის? მოდი ვნახოთ აბა. ხო, ასევე დავამატებ იმას, რომ ეს ყველაფერი განულდება და თქვენ მიიღებთ უდიდეს გამოცდილებას და უდიდეს რაღაც უფრო მეტად გაიზრდებით შინაგანად, აი ამ განსაცდელის ფონზე თითქოს, აი ეს მომდის კიდევ. კიდევ, ხო, აი რა შედეგს მიიღებთ აი ამ ყველაფრის შემდეგ, აი ამ მოლოდინის შემდეგ, კი ნულდება, მაგრამ რა მოდის შემდეგ? რა სასიამოვნო სიახლე შემოდის კარიერაში, ახლო მომავალში თქვენთვის. ვაუ, რა არის? საინტერესოა. ძალიან მეგობრებო, აი უზომოდ ესეთი, როგორ ვთქვა, ფუნდამენტალური ცვლილებები, ესე შემოდის თქვენს ცხოვრებაში. თითქოს, აი, იცი როგორ სიტუაციაში იყავით, რომ ვერ მოქმედებდით კარიერაში, ბიზნესში, აი რაც გაქვთ ახლა, რასაც საქმიანობთ, ყველამ თქვენს იმაზე მიიღეთ, თქვენს რეალობაზე, ესა რასაც აკეთებთ, ძალიან დიდ ბლოკებში იყავით. თითქოს ვერ მოქმედებთ, რაღაცა გაჩერებდეთ. აი, არ ვიცი ვისთან რა, მაგრამ რაღაცა ფაქტი, რაღაცა ისეთი რეალობის წინაშე იდექით, რომ ვერ მოქმედებდით. თითქოს იცოდით, რაც უნდა გაგეკეთებინეთ, მაგრამ ამას ვერ აკეთებდით და აი ამის გამო იყავით რაღაცის მოლოდინის რეჟიმში. საინტერესოა და ეს ყველაფერი იცვლება, აი აბსოლუტურად და იცვლება როგორ, აბა ვნახოთ. რა იცვლება? აი ეს სიტუაციები იცვლება, გასაგებია, იქ პენტაკლების ტუზიც ამოვიდა და ძალიან კმაყოფილებას მიჩვენებს, მაგრამ კიდევ მითხარით, აბა რა იცვლება თქვენს კარიერაში? და თქვენს საქმიანობაში სულ მალე დადებითისკენ რა შეიცვლება? ხო. აქ მეგობრებო, უფრო ძირითადად რაღაცა კონკრეტულად ერთ საკითხს, აი რაღაც ბევრი ვარიანტი არ არის, აი ერთი საკითხი მოდის სულ, მეგობრებო. რაღაცა დროში გაწელილი, დაფარული, არჩევნის წინაშე დამდგარი სიტუაცია. ვიღაცასთან ვიტყოდი იმასაც, რომ რაღაცა ახალი საქმე გაქვთ დაწყებული და ფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ მალე არ განვითარდება. მალე ვერ მოგიტანთ იმ შედეგს და იმ შემოსავლებს, რაც გინდათ, მაგრამ თქვენ რეალურად ქმედებაში ხართ, მაინც რაღაცა ცოტ-ცოტას აკეთებთ. რა საინტერესოა, რა არის ასეთი? რა სასიამოვნო სიახლე შემოდის? ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ ვინც
აი მეორე ვარიანტი მომდის ახლა. ვინც დაუშვათ დიდხანს ელოდებოდით რაიმე საქმეს, ან CV გქონდათ გაგზავნილი საქმე და ელოდებოდით, ხო? როდის იცოდით, რომ ეს თქვენი საქმიანობაა და იქ გინდოდათ კონკრეტულად მუშაობის დაწყება ან ასე შემდეგ, თქვენთან იმდენი შემოთავაზება შემოვა, რომ არჩევნის წინაშე დადგებით. აი ესეც შეიძლება იყოს. მეორე ვარიანტად. ასევე რა შემოდის თქვენს კარიერაში სულ მალე? უმეტესად ფონი არის ისეთი, მეგობრებო, რომ ამ წუთას ხართ ძალიან გაყინულ, გაჩერებულ მდგომარეობაში. ვიღაცებს ახალი საქმე გაქვთ დაწყებული, ვიღაცები ელოდებით ახალ საქმეს, ვიღაცები ელოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, აი ესეთი რაღაცნაირი ბლოკები გაქვთ თითქოს და ვერ მოქმედებთ, მაგრამ თავში რადგან ტუზი ამოვიდა, მეგობრებო, ეს ყველაფერი ძალიან მალე ნულდება, იცვლება, ტრანსფორმაცია ხდება ამ სიტუაციის და დიდი შედეგებით. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ახლო მომავალში, ვნახოთ. ხო, თითქმის ყველა იმაზე ამოდის რაღაცა ცვლილების, ტრანსფორმაციის არკანები, ასევე არჩევნის არკანი და თქვენ რომ იყავით აი ესეთ მოლოდინის რეჟიმში, ფიქრებში, თითქოს საკმაოდ გამოცდილი პიროვნება ხართ, შინაგანაც ძლიერი, ისეთი უფრო გონებით მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ აი ქმედებები გიჭირდათ თქვენ გადახვალთ ქმედებებზე. აი აქ ხომ გითხარით წეგან რომ ვერ მოქმედებთ მეთქი, აი ეს მოდის ზუსტად, რომ აი თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოქმედების. აი ამ წუთას რაღაცა ბლოკები გაქვთ, როგორც წეგან თქვი, ხო, ვიღაცას სასამართლოსთან დაკავშირებით, საბუთებთან დაკავშირებით, აი ასეთი სიტუაციები, მაგრამ ცვლილება იქნება ის, რომ მარტო არ იქნებით ასევე რაღაც მეგობრები ან ოჯახის წევრები, ვიღაცა ისეთი ახლო ადამიანები გიდგანან გვერდში და თქვენ ამ საქმეს მოკლედ, ანუ რაც გაქვთ, რა საქმეც გაქვთ და რასაც აკეთებთ კარიერის მხრივ და ფინანსები, აი შემოსავლების მხრივ, რითიც ცხოვრობთ მოკლედ, აი ბლოკებიდან იხსნებით და გადადიხართ ქმედებებზე, ესე გაყინულ მდგომარეობაში აღარ იქნებით. აი ეს სასიამოვნო სიახლე შემოდის და რას მოგიტანთ ეს ქმედებები თქვენს კარიერაში, აბა ვნახოთ. რას მოგიტანთ ეს ქმედებები თქვენს კარიერაში? ვაუ. ეს საინტერესო, აი უმაგრესი. აბა უყურეთ. ძალიან მალე, ძალიან სწრაფად თქვენ გადადიხართ უძლიერეს მდგომარეობაში. ძალიან ჰარმონიულ მდგომარეობაში საკუთარ თავთან. გადადიხართ მმართველობის ფაზაში, ასე ვთქვათ. და აი ახლა რომ ხართ ესეთი ნერვიულობთ, გულგატეხილი, მოლოდინის რეჟიმში, შეიძლება იცით როგორ სიტუაციაც იყო და რატომაც ხართ ასე, აი ვიღაცა ადამიანებმა გიღალატეს, გაგიცრუეს იმედები თქვენს საქმეში, ენდეთ და არ გამოვიდა ეს საქმე, მათ გადაგაგდეს, ანუ ესე ბრჭყალებში, ან თქვენ ენდობოდით და მათ რაღაცა ითაღლითეს და ამიტომ გაქვთ ახლა სასამართლოსთან პრობლემები, ეს ყველაფერი სრულდება, მეგობრებო, და თქვენ გადადიხართ აი ჩვეულებრივად მმართველობის ფაზაში. თქვენ მართავთ ბიზნესს, თქვენ ხართ სამსახურში პირველი, თქვენ გაბარიეთ რაღაც საქმე, თქვენ იმედზე არის ადამიანები. აი თქვენ გაქვთ იმდენი სიძლიერე, რომ
ადამიანები ჩაგაბარებენ რაღაც საქმეს, რომ თქვენი იმედი აქვთ და თქვენ უნდა მართოთ ეს ყველაფერი. ძალიან მაგარ. აი ეს იმიტომ ამოვიდა თავში, რომ ბოლო ესეთი ყოფილიყო აი ამ გაშლის რაც ვისაუბრე. ახლა ძალიან რთულ სიტუაციას გადიხართ. ნერვებით შეიძლება ცუდ დღეში გავთ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ მოქმედებთ. იცით რაც უნდა გააკეთოთ, რომ განავითაროთ თქვენი საქმე, მაგრამ ვერ მოქმედებთ. რაღაცა მიზეზების გამო რეებიც გაბრკოლებენ და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება, განულდება აი ეს სიტუაციები, შეიცვლება, ტრანსფორმირდება და უფრო ძლიერად შეუდგებით და უფრო მეტად წარმატებულად შეუდგებით თქვენს კარიერას, თქვენს ბიზნესს, თქვენს ახალ საქმიანობას, ანუ რაც იმიტომ რომ იქ გამომიჩნდა რომ ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს ისე რომ იწყებს ახალ საქმეს, ხო? აი აბსოლუტური წარმატება გელოდებათ მეგობრებო და ძალიან მიხარია. კარგი, დავასრულებ ასე, დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, წარმატებებს გისურვებთ ყველას პირადშიც, კარიერაშიც. და თუ ვინმეს კი არა და უნდა მეთქვა, მეც დავიღალე ცოტა არ იყოს. პირადი სესიებისთვის მომმართეთ ტელეფონის ნომერზე 591-16 33-35, WhatsApp-ზე ან Viber-ზე და კიდე ხორაფრის თქმა მინდოდა. იაქტიურეთ კომენტარებში მეტაფორულ ბარათებზეც და ეს გაშლაც რამდენად რეზონირდა თქვენს ძალიან მაინტერესებს და ძალიან მახარებს ხომ და უფრო მეტი სტიმული მეძლევა რომ ბევრი გაშლები ჩავწერო თქვენთვის დროებით